გამარჯობა. დღეს გადაცემაში ნოიქნებით ჩუმად ვისაუბრებთ ნივთიერებაზე დამოკიდებულ ქალებზე. გადაცემის სტუმარი ფსიქოლოგი ნინო კომახიძე იქნება. უპირველესად ძალიან დიდი მადლობა, რომ დაგვთანხმდით სტუმრობაზე. ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე უნდა ვისაუბროთ დღეს, ეს არის ნივთიერებაზე დამოკიდებული ადამიანები. რამდენადაც ჩვენი გადაცემები ფოკუსირებულია ქალთა პრობლემებზე, ამ შემთხვევაში დღეს ჩვენ განვიხილავთ პრობლემებს, რომელიც აქვთ ქალებს. თუ გვაქვს მონაცემები მომართვიანობის თვალსაზრისით, მამაკაცების რაოდენობაა მეტი თუ ქალბატონების? ესეთი ზუსტი მონაცემები არ არსებობს, იმიტომ რომ ამის აღრიცხვა ესე სტატისტიკური თვალსაზრისით არ ხდება, მაგრამ უპირობოდ შეიძლება ითქვას, რომ ქალთა მომართვიანობა კლინიკაში არის კლინიკებში გაცილებით უფრო ნაკლები ვიდრე მამაკაცების. ეს გამოწვეულია არა მხოლოდ იმით, რომ პროცენტულად შეიძლება ცოტა უფრო ნაკლებია ქალების დამოკიდებულების სინდრომი ქალებში. არამედ იმით, რომ თვითონ ეს თემა ქალთა ეს ნარკომანია იქნება თუ რაღაცა პრეპარატებზე დამოკიდებულება არის ძალიან ტაბუირებული. და მამაკაცს უფრო უადვილდება მივიდეს ექიმთან, ვიდრე ქალბატონს. და ეს ბევრი პირობით არის, ეს ტაბუ ძალიან ბევრი პირობით, სტიგმა ძალიან ბევრი პირობით არის განპირობებული. უფრო კონკრეტულად თუ შეგვიძლია ვთქვათ, რა შეიძლება იყოს განმაპირობებელი ამ ვთქვათ რაღაცა თემის ჩაკეტვის, დახურვის, ტაბუირების? ამ ტაბუირების და სტიგმის თემა არის როგორც გარემო პირობები, ანუ შეიძლება იყოს ეს გარემო პირობები, შეიძლება იყოს კი არა არის კიდევაც ეს გარემო პირობები და თვითონ თვითონ ქალბატონებსაც აქვთ ეს პრობლემა, რომ აი ბევრად უფრო ცხვენიათ და ურჩევნიათ სახლის პირობებში იმკურნალონ და სახლის პირობებში მოუარონ თავს, ვიდრე მივიდნენ და ექიმთან გაიარონ კონსულტაციაც, კი, მკურნალობაზე აღარ მაქვს ლაპარაკი, ანუ იმდენად მალავენ და ამას არიდებენ გარემო და ამას ძალიან ბევრი თავისი მიზეზი აქვს, რა თქმა უნდა. მენტალიტეტიდან დაწყებული, ქართული საჩვენი მენტალიტეტიდან დაწყებული, დამთავრებული თავისი პირადი რაღაცა აზრებით და გამომდინარე და თან კიდე ის არის, რომ ქალბატონს ყოველთვის უფრო უჭირს ამ დაავადებასთან ბრძოლა, ვიდრე მამაკაცს თავისი ანუ იმ განსხვავებებით, რაც არის, იქნება ენდოგენური განსხვავებები მამაკ და იგივე ჰორმონალური განწყობა, ანუ ხალი უფრო როგორც ყოველთვის ემოციურად უდგება როგორც ყველაფერს, ისევე უდგება ამ პრობლემასაც ემოციურად და შესაბამისად უფრო უჭირს ამ პრობლემის გადალახვა. ზოგადად პრაქტიკაში როგორ ხორციელდება რეაბილიტაციის პროცესი? მამაკაცები და ქალბატონები ერთად გადიან თუ პირიქით? აი ვთქვათ, მსმენია ხშირად, რომ მამაკაცებისთვის ეს არის პრობლემატური, როდესაც მათ ჯგუფში არის. ანუ თუ დეტოქს გულისხმობ, ხო, როდესაც არის უშუალოდ, როდესაც არის ლაპარაკი ლომკის, ასე ვთქვათ, მოხსნაზე და საჭიროა სტაციონარული ჩარევა, ხო? ამ შემთხვევაში ახლა სასურველია, რომ ცალ-ცალკე იყვნენ, ხო? ახლა ერთ პალატაში თუ არ იწვევიან, რა თქმა უნდა, უმჯობესი იქნება. რეაბილიტაციას რაც შეეხება, უკვე როდესაც კლინიკიდან გამოდის ადამიანი დეტოქსის შემდგომ პერიოდს, ანუ რეაბილიტაციას, იქაც გააჩნია თავიდან პირველ ეტაპზე სასურველია, რომ ცალ-ცალკე იყვნენ. მაგრამ უკვე აი ბოლოსკენ, როდესაც უკვე რესოციალიზაციისკენ მიდის, ხო, პაციენტი, იქ უკვე შეიძლება ინტეგრირებული ჯგუფიც გააკეთო. რა განაპირობებს ზოგადად ნივთიერებაზე დამოკიდებულებას ამ შემთხვევაში ქალისას? ეს არის იგივე შემთხვევა, როგორც ვთქვათ, მამაკაცების დროს ხდება, როდესაც ისინი ყვებიან, ვთქვათ, რაღაცა გარკვეული ჯგუფის ჯგუფში პოპულარულ რაღაც ნივთიერებას ან ქმედებას. თუ ქალებთან ცოტა განსხვავებული ეს ცოტა ზედაპირული მიზეზია, ასე ვთქვათ, ზოგადად რატო იწყებს ადამიანი ნარკოტიკის მოხმარებას. ქალებთან ძალიან ხშირად არის, როდესაც ისინი იწყებენ მეგობარი მამაკაცის, შეიძლება იყოს მეუღლე, უბრალოდ მეგობარი, მათი ზეგავლენით, ასე ვთქვათ რა. და შემდეგ უფრო უჭირთ, ვიდრე მამაკაცებს ზემოთ აღნიშნული პრობლემების გამო არიან უფრო ბევრი მიზეზის გამო, რა იგივე შინაგანი განწყობის და გარემოს გამო ბევრად უფრო უჭირთ და ბევრად უფრო მძიმედ განიცდიან და ბევრად უფრო უჭირთ ამ მდგომარეობიდან შემდგომ გამოსვლა. შეგვიძლია თუ რა თქვათ მოვახდინოთ ასაკობრივი დიფერენციაცია, პოტენციური რისკ ჯგუფების დიფერენციაცია, რა ასაკში არის თქვათ საშიში, რომ ქალი, გოგონა ამ შემთხვევაში მამაკაცების და ქალბატონების რისკ ჯგუფი ემთხვევა იმ თვალსაზრისით, რომ ყველაზე ხშირად იწყებენ აი გარდატეხის ასაკში რა.
როდესაც აი ყველაზე ისეთი პერიოდი ადამიანის ცხოვრებაში, ეს ჰორმონები, როდესაც რევოლუცია მიდის ორგანიზმში, რაღაცა შინაგანად ეს ჰორმონები, გარეგნულად ეს სოციუმში დამკვიდრების მომენტი და მაგ დროს ხდება ხოლმე ყველაზე ხშირად ნარკოტიკთან პირველი ზიარება. და რაზე უნდა გაამახვილონ ამ შემთხვევაში ოჯახის წევრებმა ან ახლობლებმა ყურადღება, რომ მიხვდნენ ადამიანი არის თუ იყენებს თუ არა რაიმე ნივთიერებას ან რამდენად როგორ სიმპტომები როგორი შეიძლება იყოს. გააჩნია რას იყენებს. ყველა ნარკოტიკს თავისი სიმპტომი აქვს, მაგალითად ეს მოსაწევი ნარკოტიკი იქნება ტაბლეტით მისაღები თუ ინტრავენურად გასაკეთებელი, მაგრამ ყველას ახასიათებს ქცევის შეცვლა. ანუ შეიგვიძლია თვალებითაც, აი მაგალითად გუგებზე, სიტყვაზე ქცევები იცვლება, გუნება განწყობა იცვლება, რადიკალურად შეიძლება უცბად კაჟიტირებული რაღაცა კარგ ხასიათზე იყოს, როდესაც როგორც წესი არის პირიქით ჩაკეტილი და გულჩათხრობილი ადამიანი, ანუ აი ძალიან ინდივიდუალურია და მშობელს თუ თვითონ ანუ აქვს ამის სურვილი, ხო, შეუძლია გაიაროს კონსულტაცია ამ ფსიქოლოგთან, ან ნარკოლოგთან და ზუსტად ეცოდინება თავისი შვილის ინდივიდუალური შტრიხების გათვალისწინებით, როგორ შეიძლება არ გამოეპაროს რამე. ანუ როგორც წესი ეს არის ხოლმე უფრო ქცევებთან მიმართებაში რა. თქვენ ახსენეთ რომ რაიმე ტიპის სოციოლოგიური გამოკითხვა მიმართულებით არ ყოფილა და თქვათ ციფრები არ გვაქვს, მაგრამ აი თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე თუ შეგვიძლია ვთქვათ რომ შევაჯამოთ განვლილი რამდენიმე წელიწადი. შეიცვალა სიტუაცია, მომართვიანობა გაიზარდა, პირიქით შემცირდა, ქალბატონების შემთხვევაში, ასაკობრივი ჯგუფი უფრო შემცირდა, თუ რა ვთქვათ როგორი სტანდარტულად ცოტაა. ანუ მამაკაცებთან შედარებით, ანუ ისე რომ გითხრათ რომელიმე წელს იყო აი ესეთი განსაკუთრებული ქალების მომართვიანობა ამ პირიქით რომელიმე წელს იყო ძალიან ცოტა, ნამდვილად ესე არ არის, ეს სტანდარტულად, ესე სტაბილურად სტიგმატიზირებული თემა, რომელზეც ურჩევნიათ რომ არის საუბრო. თუმცა ეს ისევ და ისევ მაგალითად არ ნიშნავს იმას რომ მათი რაოდენობა არის ეს არ ნიშნავს იმას რომ პრობლემა არ არსებობს. ასაკობრივი ჯგუფი შეგვიძლია ვთქვათ რომელ ასაკობრივი ჯგუფშია რომელ ჯგუფში არიან ძირითადად ნივთიერებაზე დამოკიდებული ხალბატონები თუ ესე ძალიან რთულია თქმა, მაგრამ ნუ აი ყველაზე ხშირად არის ხოლმე აი აი ესე უცბად ეხლა რომ გადახედო ჩემ პრაქტიკას ვთქვათ აი რაღაცა 18 წლიდან 17 წლიდან 27 წლამდე ესე რა. თორე რა თქმა უნდა უფრო ხალხი მაგალითად ეს ნარკოტიკებში, ალკოჰოლში უფრო ცოტა სხვანაირად არის, უფრო ანუ ეს კონკრეტული პასუხისგაცემა ძალიან რთულია. ძალიან ხშირია სხვათა შორის ეს მინდა აუგნიშნო, რომ გარდა ნარკოტიკისა და გარდა ალკოჰოლისა, ხო, ქალებთან ძალიან ხშირია სააფთიაქო ნარკოტიკი. ანუ ძალიან ხშირად ქალბატონები თვითონაც ვერ ხვდებიან, რომ არიან დამოკიდებული. ანუ არიან ცუდად, აქვთ უძილობა, თვითონ თვლიან, რომ აქვთ დეპრესია, ანუ ეს კიდე გასარკვევია და მეგობარი სვამდა და ურჩია და თვითონაც დაიწყო რაღაცა დამამშვიდებლის ანტიდეპრესანტის მიღება, რომელიც ხშირი გამოყენება და არასწორი დანიშნულება იწვევს ძალიან სერიოზულ პრობლემს. ანუ ეჩვევა ეს ადამიანი მერე ამ იმას, რა ქვია, ნივთიერებას და ეს არის სააფთიაქო ნარკომანია, რომელიც ასევე სედატივებზე დამოკიდებული ხდება, რაც ძალიან ისეთი რთული და ისეთი პრობლემა. არანაკლებ რთული, ვიდრე ნარკოტიკი და ალკოჰოლი უფრო რთული თუ არა. თუ ალკოჰოლს და საფთიაქო დამოკიდებულებას ნივთიერებაზე ვისაუბრებთ, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ დაცვის მექანიზმი თითქოს უფრო მარტივია, ვიდრე სხვა აქტიური ქიმიური ნივთიერების მიღებისას, რომელიც ძალიან ხშირად არალეგალურად იყიდება. თუმცა არის გარკვეული სია, თქვათ, ნარკოტიკული საშუალებებისა, რომელიც არ უნდა იყიდებოდეს ქვეყანაში, მაგრამ შავ ბაზარზე მაინც ხდება და მაინც იღებენ ადამიანები, არის სია, რომელიც ჯერჯერობით არ არის აკრძალული, ხო? როგორ შეიძლება მოხდეს აი ამ ყველაფრის მთლიანად რეგულაცია ყველა მიმართულებით? პირველ რიგში საჭიროა, რომ საზოგადოება იგივე ეს ქალბატონები ინფორმირებულები იყვნენ, რომ აი ესეთი ფსიქოტროპული წამლების მიღება ეს უპრაგონოდ არ შეიძლება და ანუ ვიღაც მეგობარი რო სვამს იმ წამალს, ხო, იგივე წამალი არ შეიძლება რომ შენ მოგერგოს, იმიტომ რომ იქ უნდა იქნეს გათვალისწინებული ყველაფერი, წონა ზომიდან გამომდინარე ფსიქიკური მდგომარეობით, ანუ ერთ პიროვნებას რო ერგება ერთი წამალი, შეიძლება შენ გერგება აბსოლუტურად სხვა ჯგუფის, სხვა ტიპის წამალი და ეს უნდა იყოს აუცილებლად ექიმის მიერ დანიშნული. ეს არის ძალიან ხშირად ეს არიციან. არიციან აგრეთვე ის, რომ ამ წამლებმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული მიჯაჭვულობა.
პირველ რიგში ეს ინფორმაციული სახე უნდა იყოს, რომ იცოდნენ, რომ ეს არ არის რაღაცა მარტივი წამალი, რომელიც აი ესე შეგიძლია ვიღაცის დანიშნულებით მეგობრის, ანუ მიიღო. პირველ რიგში ეს, მეორე რიგში ის, რომ ეხლა შემოდის კანონი და აფთიაქისში ესე წამლები აღარ გაიყიდება, ეს არის ძალიან კარგი, იმიტომ რომ გარდა ქალბატონებისა, ეხლა ძალიან ხშირად არის 13-14 წლის ასაკის ბავშვები, ყიდულობენ ამ ტაბლეტებს, აქ გოგოებიც არიან და ბიჭებიც და ალკოჰოლთან ერთად სვამენ. რაც აი კატასტროფა. ორმაგი ზემოქმედება. ხო, ანუ ვითომ იმაშვებიან, აძლიერებენ ალკოჰოლის ზემოქმედებას. რაც იწვევს სერიოზულ ფსიქიკურ აშლილობებს, ფსიქოზებამდეც მიდიან, ეს პატარა ბავშვებს 13-14 წლის ბავშვებზე მაქვს ლაპარაკი, რომელიც აი მართლა კატასტროფამდე მივალთ, თუ ეს კანონი დროზე არ ამოქმედდება. ერთ-ერთ გადაცემაში ვისაუბრეთ ადამიანების სოციალურ პასუხისმგებლობაზე მოწყვლადი ჯგუფებისადმი. ასეთი პრობლემის დროს სად უნდა ვიდგეთ ჩვენ, რიგითი მოქალაქეები და როგორ შეიძლება იყოს განისაზღვროს ჩვენი როლი? რას გულისხმობთ? თქვათ, როგორ შეიძლება დავეხმაროთ ადამიანებს დაძლიონ ეს პრობლემა? რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შემცირდეს, თქვათ, რაოდენობა მსგავსი პრობლემებისა? პირველ რიგში ისევ ინფორმაციამდე მივალთ, ანუ პირველ რიგში ჩვენ საზოგადოებამ უნდა გავითავისოთ, რომ ეს არ არის არც კრიმინალი, არც მავნე ჩვევა და ყველა ვინც ნარკოტიკს მოიხმარს, ხო, ის ადამიანი არ არის ქურდი ან ყაჩაღი, როგორც ძალიან ხშირად არის ხოლმე წარმოდგენილი. ხა თუ ამ ადამიანმა რაღაცა ჩაიდინა, ეგ სხვა საქმეა, მაგრამ როდესაც ადამიანი მხოლოდ იმიტომ, რომ თვითონ აყენებს საკუთარ თავს ზიანს, ხო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის არის რაღაცა კრიმინალი და მით უმეტეს მავნეჩვევაც არ არის. ანუ პირველ რიგში ეს უნდა გავიაზროთ, რომ ეს არის დაავადება. და შემდეგ უკვე როგორც ნებისმიერ დაავადების დროს, რასაც აკეთებს საზოგადოება, იგივე უნდა გავაკეთოთ. ანუ მაქსიმალურად უნდა დავეხმაროთ ამ ადამიანებს, რომ მიმართონ ექიმებს, იმკურნალონ, გაუჩნდეთ мотиваცია, რომ ამ ყველაფერს შეეშვა. იგივე ძალიან ხშირად ხდება სტატუსის მიკვრა, გარკვეულ აი ის ნარკომანი იყო ან ნარკომანი არის და ეს რეაბილიტაციის პროცესი სოციუმში ისევ დაუბრუნდა ძალიან ხშირად არის რთული. ამ დაავადებას საერთოდ ძალიან ისეთი რთული დაავადებაა სხვათა შორის ერთ-ერთი ყველაზე რთული ალბათ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კომპონენტია ჩართული, აქ როგორც ბიოლოგიური, ისე ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური. ფსიქოლოგიური მომენტი სწორედ ეს არის ამ დაავადების, რომ ეს ადამიანი, რომელიც ჩაიდინა ჭყალებში ვთქვათ, ასე ვთქვათ, ეს კრიმინალი და დანაშაული, ხო, და ეხა უნდა რომ გამოვიდეს და იყოს კარგად, როდესაც ის ფხიზლდება საზოგადოებაში ძალიან ყოველთვის რა, ეხა ძალიან ხშირად ხდება ხოლმე ესეთი მდგომარეობა, რომ უბრალოდ არ იღებს საზოგადოება, მას არ ენდობა პირველ რიგში და ისინი ამას ყველაფერს გრძნობენ, რა თქმა უნდა და ბოლო-ბოლო ისე მიდის, რომ ნუ რა აკეთოს, ისე ბრუნდება უკან. ანუ საზოგადოება მაქსიმალურად უნდა დახვდეს ისე რომ ამ ადამიანს აღარ მოუნდეს უკან დაბრუნება. თუმცა არანაკლებია სახელმწიფოს პასუხისმგებლობაც ეს შემთხვევაში, მან უნდა განსაზღვროს რაღაც პროცესი, როგორ უნდა წარიმართოს. პირველ რიგში უნდა განსაზღვროს ის, რომ ეს არ არის კრიმინალი და აღარ უნდა დაიჭიროს და ცოტა სხვა მეთოდებით უნდა მიუდგეს. ანუ ციხეში კი არ უნდა ჩასვას, არამედ რაღაცა სხვა უამრავი ხერხი არსებობს, როგორც უნდა იბრძოლოს როგორც დაავადებას და არა როგორც კრიმინალს. კანონზე ახსენეთ, რომ ცვლილებები იქნება და არის დიდი მოლოდინები მთელი რიგი ორგანიზაციების და ადამიანების, რომლებიც წლები ამ თემაზე მუშაობენ. რა შეიცვლება ამ კანონით? რა გაუმჯობესდება? იცით რა, მე როგორც ვიცი, ეს კანონი ახლა ჯერ საბოლოო სახე არ აქვს, ჯერ ჩამოყალიბებული და ჯერ კიდე დამუშავების პროცესშია. საკმაოდ რთული მომენტია, იმიტომ რომ საერთოდ ძალიან ძნელია, როდესაც აი ერთი რადიკალური იქიდან გადადიხარ, მეორე რადიკალურ, ანუ ეხლა როდესაც აი ეს ყველაფერი აკრძალული იყო, ხო, და არაფერი არ შეიძლებოდა და შიში და სუნდა რაღაცა ისეთი მომენტი და დამალოდი პირველ რიგში, ანუ არ შეიძლებოდა ამის გამომჟღავნება და ეხლა აი ძალიან ხშირად ითხოვენ ხოლმე ლეგალიზაციას. ანუ აი ესეთი ტოტალური იმის მერე, აკრძალვის მერე, ესეთი უცბად ესეთი ლეგალიზაცია შეიძლება პირიქით უკუ
ჩვენ შედეგამდე მიგვიყვანოს. ანუ ნელ-ნელა ჯერ უნდა მოხდეს პირველ რიგში ალბათ დეკრიმინალიზაცია და შემდეგ უკვე ვისაუბროთ უკვე მიუხედავად იმისა, მე ვთვლი რომ ლეგალიზაცია პირადად ჩემი აზრია რომ ლეგალიზაცია ცოტა ადრეა და ცოტა მიუღებელიც არის დღეს-დღეს ჩვენი წარსულიდან გამომდინარე. თუმცა შესაძლებელია რამდენიმე ტიპის ნივთიერების ლეგალიზაცია უფრო გვიან პერიოდში, როცა სხვა დაგვიჩვენებს, დრო გვიჩვენებს. არსებობს ძალიან ბევრი სხვა ქვეყნის მაგალითი, სადაც არის ლეგალიზებული, სადაც არ არის ლეგალიზებული. ეს განსჯის თემა, ანალიზის თემა, აქ უნდა გავითვალისწინოთ როგორც უცხო ქვეყნების მაგალითი, ასევე ჩვენი მენტალიტეტი, ხო? და ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამდენი ხანი ეს ყველაფერი იყო ძალიან აკრძალული და იყო კრიმინალი. და ეხლა ესე უცბად გადასვლა რამდენად ვინ როგორ იმას იზამს, ეს აკრძალული ხელის პრინციპია, რაც უფრო მეუცდომელია, მეტ უფრო მეტად კიდე. და იქნებ თქვა პირიქითმა დამოკიდებულებამ უფრო გაანეიტრალოს სავსებით შესაძლებელია, თუმცა არა ეს უნდა მოხდეს ალბათ უფრო რბილად და უფრო ნელ-ნელად და ეტაპობრივად და არა ესე უცბად. იმიტომ რომ ეს რადიკალური ჩარევები ყოველთვის ცოტა უხეშია და რამდენად გვაქვს ახლა ჩვენ მაგის ფუფუნება რომ აი ესე იმ მდგომარეობაში სადაც ამდენი დაავადებული ყავს ამ სენით რომ ესეთი რადიკალური ისინი გააკეთა. მიუხედავად იმისა რომ შესაძაც აიგრძალა ხო აი ანუ ერთ-ერთი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ რომ აი აიგრძალა ხო ეს ნარკოტიკები ანუ გულისხმობ ჰეროინს ისეთ ჰეროინი რაც შემოდიოდა სუბტექსი მეტად და რა ქნა საზოგადოებამ ხო იმ ადამიანებმა ვინც მოიხმარნენ კი არ შეწყვიტეს გამოიგონეს ახალი კუსტარული ნარკოტიკები რომელსაც უფრო წუდი შედეგი აქვს მიგვიყვანეს ბევრად უფრო უარეს შედეგამდე ვიდრე იყო მანამდე ხო ანუ ეს არ არის ესეთი მარტივი თემა არის ძალიან ესეთი სამსჯელო საფიქრი თემა რომელიც ძალიან ბევრ შრომას და იმას მოითხოვს. მე თვითონ თუ გავითვალისწინებთ, რომ თითქმის ყველა აკრძალვას მოყვა ესეთი ფატალური შემთხვევა, როდესაც საბჭოთა კავშირში აკრძალეს აბორტის რაოდენობამ მიწის ქვეშ ეცედა სარდაფებში მოიმატა და უფრო მეტი ქალი იღუპებოდა და შეეწირა. ამიტომ ამას თავი რო ავარიდოთ, ალბათ იგივეა ჩვენ მივიღეთ ამ კუსტარული ნარკოტიკისგან გამომდინარე უამრავი ადამიანი, ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც პრაქტიკულად არის ინვალიდი. ანუ საშინაო შედეგები არის ახლა აი ამ კუსტარული ნარკოტიკებისგან გამომდინარე გულისხმობ ნიანგს, ჯეპს, ვინც რომელებიც აი ნუ და ალბათ ამაში მდგომარეობს პრობლემა, სანამ რაიმე რადიკალურად რამეს მოვითხოვთ, ალბათ უმჯობესია ჯერ განვიხილოთ, დავსიფრდეთ და მოვისმინოთ ბევრი ადამიანის მოსაზრება. დღეს ჩვენ მოვისმინეთ თქვენი მოსაზრება, გამოცდილი ფსიქოლოგის. ძალიან დიდი მადლობა, რომ მიყავით გადაცემის თემად. მადლობა თქვენ.